ბიჭო 4 წუთი რაღაცას კითხო რომელიც შეიძლება 5 წამში მიიღო რატომ უნდა დახარჯო იმიტომ რომ შეიძლება სადღაც ისეთზე გადახვიდე რომ ბავშვისთვის არ არის მიზა შეწონილი მესის ფეხბურთის გარეთ ვიდეოები მაქვს ნახე მეც მაგაზე ვფიქრობდი ხა დებულებას რომ ანუ ფეხბურთის გარეთ როგორი ადამიანიც არის გონია რომ ასუნთქებენ ბიჭო ნახე თავარ მკვლელი ბავშვი ბიჭი მომისმენე გაზეთი ჟღერს შენ ტვინში ეგრე ხო ეგრევე რაღაც გამარჯობა, ეს არის Pub 44, რომელსაც მადლობას ვუხდით ჩვენი მასპინძლობისთვის და ეს არის გადაცემა მოდი ვიკამათოთ, სადაც ჩვენი სტუმრები იქნებიან ბასტო და ქორო. როგორ მე მადლობა პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს უბრალოდ ყველაზე თქმადი სიტყვები ვთქვი ხა, რასაც აქ იძახიან ხოლმე, მაგრამ ეგრე არ ვფიქრობ. აქეთნა გადამგადლობა რომ მოხვედი, მითხრა და მე პირიქით მადლობას გიხდი მოწვევისთვის. მიდი? მადლობა რომ მოხვედი. პირიქით მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ქორო რა სიტყვი იგივე გუშინდელ პერფორმანსი. გუშინდელი პერფორმანსი ხა ისე მომწვევ თითქოს ხვალ არის რა. თუ თითქოს ხვალ არის. ოკეი. წარმატებებს გისურვებთ ხვალ. გაიხარა. Spires. და მოდი. ქორო Spires იმას ვერის უცხო. რაპერია ცა? Not this. ლურჯია. თანაწამი. და ყველაფერი ლოგიკაში შევამე. კარგი, გადავიდეთ თამაშის წესებზე. იქნება დებულებები. თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ამ დებულებებს ან არ დაეთანხმოთ? მე მგონია შეგვიძლია დავეთანხმოთ, ძალიან დავეთანხმოთ. ბოდვად ჩავთვალოთ, ან არ დავეთანხმოთ. სუსტად ასე. ოღონდ ერთმანეთის თანადროულად უნდა გასწიოთ. დიახ, რა თქმა უნდა. ანაკეთ ან იქით. გიორგი ქორიძის აზრი არც მაინტერესებს. სიმართლე გითხრა და არ შემიცვლის საით გამოვწევდი. მაგრამ მაინც იმისთვის რომ დარწმუნებული იყო რომ მე გიორგი ქორიძის გადაწყვეტილება ჩემს ზეგოლანას არ ახდენს, ერთად გავწევთ ხოლმე. და ამ შემთხვევაში უნდა დაინტერესდა გიორგი ქორიძის აზრით, იმიტომ რომ უნდა ეკამათო ჯერ ერთს ექნება ერთი წუთი, მერე მეორეს და მერე საერთო წუთი შეერთვება, რის შემდეგაც მე გამოვიტან საბოლოო დასაწყისს ბანკიდან ფულს. ხო, რადგან ფეხბურთელი ხარ, დღეს შენ წყალს დალევ. შენივე თხოვნით და მე სოლიდარობას უცხადებ ქოროს. მეც ვცადე გამოცხადება, მაგრამ არაო. არა, იყოს. ვიცი რომ არ გინდა სოლიდარობა. მოდი ლუდი დალი. მაგრამ მაინც გიცხადებ მე, იმიტომ რომ მე არ ვიღებ, რავი. შე როგორც კიდე ხალხმა შეაფასოს რამდენად კაი სოლიდარობის გამოცხადება იყო და გადავიდეთ ეგრევე თემას. და ხალხმა თქვა სამართლიანი არის თუ არა ის ყველაფერაც აქ ხდება, აქ ტეკილა არა, კი ლუდი და რაღაცები და ისინი წყალს რომ მიირთმევენ წყაროსას. დიახ, შეგვიძლია. ბარსელონასთვის მესის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო. 3-2-1. 3-2-1. ბოდვა, ორივე აქცია. აი რა თქმა უნდა ბოდვა. აი უბოდვესია, ანუ აი ბოდვა კი არა. აი ღამე ბოდვა არის, ხო? სიზმარში რაღაცებს ხედა. აი მან კიდე არა ბოდვა, ისეთი ბოდვა, როგორც სწორი გადაწყვეტილება იყო. 1-2 წლიანდებით რო გითხრათ რატომ არის ბოდვა. აი შეხედა ეს რომ აწმყოური იყოს, ეხა რო გავუშვან მესი, ეხა ვერ ვიტყოდი რეთავმად, მაგრამ რო გავუშვეს მესი, მაგის მე რომ ნახეთ ჩვენ ბარსელონას, რა და ანუ რა ჭირდა საერთოდ, ანუ რა ხდებოდა მაგის თავს და ელემენტარული მაიკებს მაინც გაყიდიდა რა და ფულს მაინც შევიდა მესით ბარსა რა და თან გაშვებაც აი ძალიან ცუდი იყო რა არავის არ ესიამოვნა ალბათ საერთოდ დედამიწის ზურგზე ვერავინ PSG-საც არ ესიამოვნა იმიტომ რომ PSG-ში ხა ფეხბურთელი წაიყვანდა იქ რაღაცები დასები მოიგო მაგასაც ვერ ვიტყო დედამიწის ზურგზე ჩემთვის არავინ არ არის ვისაც მესის ბარსელონასგან გაშვება ერგო აჰა, არ მე გეთანხმებით. უბრალოდ ხო არსებობს ეგეთი აზრი, რომ შორეული პერსპექტივისთვის აი არ იყო მაგისთვის სად ბარსელონა. ეხა ნახევარდაცვაში რომ მესი რომ ეხა ბურთს აწილებდეს, არა ეხა კაი არა, მაგრამ 3 წლის წინ აი სოფლიო ჩემპიონი როცა მოიგო რა, ვთქვათ რომ მესის ბურთები გაინაწილებინა, ბარსაში რას დააკტანდა. არა მანდის ამბავი იყო რომ ძალიან დიდი ხელფასი ქონდა. დავიკლებდიო ტირილის დროს არ თქვა, მე ხელფასზე დაკლებას დავთანხდიო, მაგრამ გეთანხმებით უბრალოდ აი ვიღაც სხვა ისეთი რომ ყოფილიყო. როგორ მინდოდა კამო? ეხლაც არ არის გვიანი რომ მე ვიყიდიდი. მე თანახმავარ რომ უჭველი თემებში ახე ეგ და ამოიღებს. არ გინდოდა დებულები. რატომ გასო არ გინდოდეთ? რა, მესის დაბრუნებაზე? არა.
მაგრამ ეხლა რა ხან ისა ლამინიამალი 10 ნომერი, მაგრამ მინდა რა ბაბუამ ერთი შვილიშვილთან ერთად. ბიჭო, არა, ანუ მოწოდების სიმაღლეზეა ისევე ხა. სუარეს რო ვუყურებთ, ვეღარ დადის. ეხლა ტიპი მართლა ნემსებს სუარეს და აი შესავიდარბი სუარეს. ალიასკითა. ეგ პარალიგა ვოლე პირველად რომ ნახე სუარესის აი ეგ უცებ ერთ წელიწადში რომ მოწყდა რა. ეგრევე მეთქი ანდროა თქო რა. კი. ეგრევე. აი რაღაცნაირად აი შემხელა არა, მაგრამ ბურთისკენ კი არ გარბის მიიწევს. კი, იბიჯის რო და აი მეცოდება თან მაგრა ვაფასებ, რომ აი კიდე რო ცდილობს, და გოლები გაქვს. და მესის ხო არაფერი არ ეთყვა რაბასებს. და შეიძლება დავნეო. რამდენჯერაც უყურე მესის თამაშს, ტოპ 10-ში თუ არა, ტოპ 20 ფეხბურთელში ეხლაც არის. არასდროს არ უნდა წასულიყო მესი ბარსადან. მე გითხარით. კარგი. ორი ხო იყო რა ის დადიოდა გუნდებში, ეს არ დადიოდა. ეგრე უნდა დარჩენილი. ორი მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მან ვერ მოიგო ის პირველი, ის მეორეა ხო ხდება. ნუ მაგაზე შეიძლება იყოს რაიმე კითხვა, ან დებულება, შემდეგი დებულება. ქუჩაში თავს რო დამესხნენ, მირჩევნია გვერდით მამუკა გორგოძე მედგას, ვიდრე ილია თოფური. გირჩევნია და მე თუ აი მაგალითად თუ ეთანხმები ამას, მე მირჩენია რომ მამუკა გორგოძე მედგას. შენთან ერთად მამუკა გორგოძე იყოს, ვიდრე ილია თოფური. მე ცოტა tricky answers გავცემ რა. აი, 3 2 2 1 100%-ით აუხსნე ჩემ დებულებას შეიძლება. მეც ავხსნი. შენც ეგ გაქვს ზუსტად. მამუკა გორგოძე აღარ არის სპორტსმენი, მაგრამ ქუჩაში იჭყვევს ჩვეულებრივად კარგად. ილია თოფურია დღეს სპორტსმენია. ბევრი რაღაცა აქვს საქართველოს სახელით გასაკეთებელი და ეხა იქ ჩემ გამო ხელი დანა რაღაცა რომ მოხდეს. მე ამას ვერ გადავიტან, ამიტომ მირჩენია მამუკა გორგოძესთან ან მარტოც ვიჩხუბო. ვიდრე კაცი რა, რაი. არა, მარტოც თქო. ანუ ეხა მამუკა გორგოძეც იგივე სიტყოდა ეხა ზუსტად ვიცი. არა, უფრო გაწირულები ალბათ ის ადამიანები არიან. ხო, მაგრამ რა იცი ეხა ჩხუბში არ იყო დაკონკრეტებული იმას პრედმეტი. შეიძლება ახსნაგე. თირკმელშო დაჭრილია ჩემ გამო მეც დავიჭრე თავს. ბიჭო, მე საქართველოში წარმოვიდგინე ეგრევე და საქართველოში უკონკურენტო იქნება მამუკა გორგოძე. შეიძლება ვიღაცა ილია თოფური არის, ოდეს და მამუკა გორგოძე იცოდეს. დაჟე ეგრე მგონია. აი ვიღაც ცოტა დიდმა თაობამ. ან თქვენ ძალაზე არ და გასახართ. ნახე, შეუძლია რომ სიტყვითაც მოაგვაროს და ილიას ცოტა მაინც უჭირს ხოლმე ლაპარაკის დროს, აი ქართული ცოტა ის უჭირს. ესპანურად შეიძლება. ესპანურსაც რამეს რო იყო და მე მეტყოდნენ რომ ქართულად გველაპარაკე ბიჭო წესიათო და დაგვაყრიდნენ. ილია კიცემ და ყველას, მაგრამ მამუკასთან ერთად შეიძლება ხელიც არაწეული. ეს ახლა განსხვავებული პასუხებია? არა. არა. არა და მე ხო მივხვდი რასაც ვამბობ. ეხლა ილია სუფთა ჩხუბური ამბავი რომ ყოფილიყო იასნა ილიას ავერჩვედი, მაგრამ ილია მინდა ჯერ რამდენიმე ადამიანი მყავს სიაში უნდა ცემოს. გასალახი ყავს ვიღაცები ტელევიზორში. ეკრანთან გასალახი ყავს. მორჩება, მე ვიჩხუბებ ილიასთან ერთად. ოკეი, დააბრუნეთ მაშინ მუდები პოზიციებზე. და შემდეგი დებულება. ბავშვს 14 წლის ასაკამდე სოციალებზე წვდომა არ უნდა ქონდეს. 3 დაითვალა. 3 2 1. ვაუ, გაიყო თქვენი აზრები. მე გეტყვი რა ჩემს. რამდენიმე დღის წინ ყურა ედოსეს და აი მაგის ყურების მერე რაღაც ხრი დავფიქრდი მაგაზე, მაგრამ მე ვიფიქრე რომ მოკლედ მოგისმენ და მე მინდაიცოს დავფიქრე. როგორ გიშევნეთ ვინმე სულ დაწყება მაინც და მაინც. მე დავიწყებ. კაი. მე ჩემ ამბავს ავხსნე რომ რატო და მე ქოროსუქ საერთოდ. ჩემი გადმოსახედიდან სკოლაში ბავშვი რომ მიდის და მაგალითად რა ეს თუ საერთო ის გახდება, ანუ სოფლიო ამბავი თუ გახდება, ოკეი, მაგრამ ეს არ არის. ეხა ეგ არის ჩვენ რა გადავწყვეტ ჩვენ შვილზე, ხო? სკოლაში როცა მივა ადამიანი, ბავშვი რომ მივა და ყველა ექნება ერთი სასაუბრო თემა და ეს აზრი არ იქნება რა არის კიბიდი მაგალითად, როცა თელმა კლასმა იცის რა არის თქვა კიბიდი, ან რაღაცა ტრენდი, ან რაღაცა და ეს მაგ სასაუბრო თემა არ ექნება, შეიძლება სადღაც იმ მომენტში კაია ეგრე გონია, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგიურად ისე მოხდეს და ფსიქიკურად ისე დაისტრესოს, რომ ვერანაირი TikTok-ი და ვერანაირი Instagram-ი მაგას ეგრე ვერასდროს ვერ დასტრესავდა და ისე გაირიყოს საზოგადოებისგან. ბევრი რაღაც არსებობს საზოგადოებაში, ცუდია, მაგრამ იმდენად ცუდიც არაა, რომ საზოგადოებამ გაგრიყოს და რაც საზოგადოების გარიყვა ანუ დაგაკლებს, ის ვერ დაგაკლებს ეგრე რა. ამიტომ თუ ბავშვებს ყველას აქვს წვდომა 14 წლამდე და ჩემსაც არ აქვს, შეიძლება ოფიციალურად კარგია, მაგრამ ცუდ საქმეს უკეთებ მე რა, იმიტომ რომ პირველად მნიშვნელოვანია ის, რომ აი საზოგადოებაში ნაწილი გახდეს რა. საზოგადოებას არ გულისხმობ, რომ რაღაც საზოგადოება 40 წლის ხალხი, საზოგადოება, community, ჯერ ბაღის საზოგადოება, მე სკოლის, მე უნივერსიტეტის, მე სამსახურის
როგორც არის რა. ესაა ჩემი აზრი. რას დაუპირისპირებ? მე დავაზუსტებ, ანუ 14 წლამდე მარტო ჩემი ეგ იყო იმაში კითხვაში, რომ მარტო ჩემი შვილი თქვათ ესე რომ წარმოვიდგინოთ 14 წლამდე არ არის. ჩვენ თუ ჯადოსნური ჯოხი გვაქვს, ბაზარი არ არის, კი. ანუ გავაქრობდი მობილურს. მარტო ჩემზე თუ იყო, მაშინ სხვანაირად ვიფიქრებ მეც და თუ საერთო ჯამში იყო ბავშვისთვის ზოგადად. მაგრამ რეალობა გაქვს ესეთი. ბავშვისთვის ზოგადად მაშინ ნახე ჩემი წუთი ჩაირთო მაპატიე მეგობა რომ მართლა გისმენდი მეც გაიხარე მართლა ძალიან სასიამოვნოა დებულებაში არის ყავდა კონკრეტებული ჩემი შვილი. კი ბატონო ეს მაგას მაგიტო დავაკვირდი რომ აი ჩვენსაც ჩვენი იგულისხმება ხო ეგ რო თქვი ნუ ანუ უფროსები თუ ილაპარაკების ხავს ეჭიდებოდი ჩემოვაჟა ხავს ეჭიდებოდი მაგ ყველაფერში გეთანხმები მარტო ჩემსაზე რო იყოს მაგრამ თუ ყველაზე იქნება იმ ინფორმაციას მიიღებენ მაგალითად გაზეთიდან, მაგალითად ჟურნალიდან, საიდანაც ვერ მიიღებენ თუნდაც გამოსხივებას, ან მე არ ამოუგდებთ ფეხის სოკოს რეკლამას, ან ტიტველი კაცის რეკლამას, რასაც დააჭერენ, გადავლენ და ან ვირუსს აიკიდებენ ტელეფონში, ან კიდე რაღაცა თავის school card-ის account-ს გაუტეხავენ რა. არ შეიძლება არანაირი ბოდიში არ შეიძლება რომ მივიღო, იმიტომ რომ ჩემ წუთზე ვსაუბრობ. ვერც გამოსხივებას მიიღებ, ინფორმაციასაც მიიღებ გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, იმიტომ რომ ზოგადად ყველა ბავშვზე არის ეს. ჩემ ბავშვზე თუ არის გეთანხმები, მაგ შემთხვევაში 100%-იანი ხარ, კი ბატონო. ჩვენ ზოგადად შემთხვევაში ვსაუბრობ და ამიტომ ჩაირთო საზოგადო. საერთო წუთში. ეხლა უყურე, შენ რა რეალობაზე საუბრობ? ან თუ ჩვენ ვსაუბრობთ სურეალისტურ სამყაროზე, სადაც ჩვენ ესე უცებ მოდი მშობლებმა არ ვანახოთ. ბიჭო, არა, ნახე დებულება ეგეთი სიურეალისტური არაფერი არ არის. მაგრამ შენ ისეთი მაგას გულისხმობს. დებულები მოიტანე. ბაჟა, შენ დებულება. აი, შეხედე? შედებულება. ვირუსი აიკიდოს და გაზეთი წაიკითხო. ხო და რა, გაზეთიან ბავშვი. გაზეთია. ბიჭო, ნახე. თავარ მკვლელი ბავშვი. ბიჭი, მომისმენე გაზეთი ჟღერს შენ twin-ში ეგრე, ხო, ეგრევე რაღაც. დროს რაში ხარჯავ? შენ გაზეთებს რომელი საუკუნეა? შენ თუ გახსოვდება ცავარ ბავშვობაში გაზეთებს ყიდულობდი და ვკითხულობდი და ძალიან სტრესული ბავშვობა კროსვორდებს ერთად არ ვავსებდი. ბავშვობაში რო გაზეთებს რო ძუძუები, მაგრამ კროსვორდებს გაზეთში ერთად არ ვავსებდი. არ ვეძებდით გაზეთებს შესავსებად კროსვორდის, თუნდაც ტვინის გავარჯიშების რა არა. ჩემო საყვარელო შედებულება. ჩემო საყვარელო, მისმენე შენ თუ შეგილია რომ ინფორმაცია გაზეთიდან ეს არის უბრალოდ ინტრიგანი, ჩემო კარგო. ანუ წარმოიდგინე რომ კონკრეტულ დებულებაზე ადამიანი იძახის რომ აუ სიურეალისტურიაო სამყარო დებულება შედებულება მომისმენე ეხა შეხედე ყველაზე საცნო რაღაცას გეტყვი რა შენ ლაბუბუ შენაირი ადამიანები ლაბუბუ ამისნაირი ადამიანები არის ყველაზე არიან პროგრესის მოწინააღმდეგე არსებები ადამიანებს ამას ვერ და ეს არის არსება რომელიც მოსწავს იმიტომ რომ ამას გონია რა გაზეთი და ჟურნალი გაზეთი აი წარმოიდგინე ანუ გაზეთი არის ინფორმაცია როცა შეგილია 5 წუთში მიიღო ინფორმაცია რატო უნდა დახარჯო 40 წუთი თუ ბიჭო რატო უნდა დახარჯო და შეგიძლია რომ აქედან მე გადახვიდე ისეთ რაღაცებზე რაც არ არის მიზანშეწონილი ბიჭო 4 წუთი რაღაცას კითხო რომელიც შეიძლება 5 წამში მიიღო რატო უნდა დახარჯო თუ იმიტომ რომ შეიძლება სადღაც ისეთზე გადახვიდე რომ ბავშვისთვის არ არის მიზანშეწონილი ამიტომ დრო ამოიწურო ეხა და დასრულდა შეინჩლიკი ნახე შენ შუაზე გადმოხვედი დაჟე მოვისმენე დებულების გარდა არგუმენტი ვერ მოისმენე აი რა ეგ უკვე შენი პრობლემაა. არის მონა არაფერი. აი ეს კაი იყო. რა არგუმენტი? არგუმენტი ის არის. აი თავიდან ალაპარაკებ კიდე დამატებითი წუთი აქვს თუ რა არის რაღაცა არის რაღაცა ტრენდი რა დიდი ტრენდი რომ ან TikTok-ი აი სოციმედია არის რაც ყველაფერი ხდება და შენ ამას თუ არ მისცემ არასწორია იმიტომ რომ ბიჭო არავისა თუ არ მისცემ რატოა არასწორი არავის არ მიცემ არ არსებობს როგორ არ არსებობს დებულებაა ესეთი არსებობს დებულება შესაძლებელია რომ ეგეთი ანუ აგზავნე ვიღაცებს შეიძლება არ ღვევენ ისჯებიან მაგრამ წარმოიდგინე რომ ყველანი ვართ კორეაში და სოციმედია რა არის დედამიწა ანუ ერთმანეთთან მიმოწერა შეგვილია ანუ ცხოვრობენ დეპეშას აგზავნე 5 საუკუნით ადრე კი თქვა აი კაი 5 ბევრია 1 საუკუნით ადრე ცხოვრობენ 5 საუკუნით ბავშვები თქვენ ამბობთ ეს ორი ახალგაზრდა ამბობთ რომ ბავშვებმა უნდა იცხრან 14 წლამდე საუკუნით ადრე. კი, მაგრამ ინფორმაცია მაინც ექნება თვის გაზეთით. გაზეთით და ჟურნალით. მულატკას ფოტო ნახავს. არა, მულატკას ფოტოს ვერ ნახავს, იმიტომ რომ მულატკას ფოტოები. ბიჭო, ვერ ნახავს, იმიტომ რომ არ გაიყიდება 18 წლამდე. აუ, შენ ეხა თუ ეგრე გაზეთებში თუ ეხა 14 წლის ბავშვი ვარ და მივედი
ანდროძია მიდი რა გაზეთი დამიტრიე და რაღაც თუ ამანას თუ დამიტრია ეს ყოფილა საცემი მაშინ. მოდა ვცემო. მოდა მოდით მოდა საბოლოო ჯამში ხოლო შენ დაგჭირდება ხედავ რომ იქ გაზეთებში და გაიყიდოს და იქ არა უმარტივესია. ბიჭო, ბევრი რაღაცის ბევრად მარტივია, მაგის გაკონტროლება ბევრად მარტივია, ვიდრე ბავშვის 13 წლის ბავშვის, რომელსაც ტელეფონი აქვს და ყველაფერთან ტელეფონს არ ვაძლევ და ცხოვრობენ ადრე. არა, ყველაფერთან წვდომა. არა, და უსեք 14 წელს ტელეფონი გაეხსნათ, unlocked, ახალი სკილი, ტელეფონი. და უყურებენ ამ ტელეფონს. Yapping. Bro, მაგაზე რას უპირისპირებით? გაზე. ვერაფერს 14 წლის ასაკში რო უცბად ნახავ მე ტელეფონს. მეც ვერაფერს. არა, 14 წლის ასაკიდან უცბად ნახევარ საწყო. კაი, მიდალი ეგ წყალი. რა წყალი დავუვი? დალი. რატო? დალი, არ ეთანხმები? 14 წლის ასაკში უცბად რო ხედავ. ერთი წამი 14 წლამდე, იცი რას ნიშნავს, ანდრო? 6 წლისაც 14 წლამდეა. კი? ხო, მერე? და 14 წლამდე. 14 წლის ასაკშიო და რას ხდება და დაბადების დღეზე ხედავს ტელეფონს. მერე? ბუკ, ანუ ეხება. იცის, მაგისთვის ანუ შენ ემზადება. თავისუფლად, შენ ტყვეობის, ანუ შენ თუ ტყვეობა ბიჭო, მე კი დავლევ ამ წყალს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ, ტუალეტს შეხვიდეთ ერთად და გამოხვიდეთ მე. შენ არ ვაპირებ წყალს. არ მინდა, გიორგი, ძალიან ბევრ რაღაცის მოფიქრება მოგიწეის და ეს ვირუსებიო. ვირუსი არც მანახი ვირუსი. არა, გაზეთზე არ გეთანხმები. ბიჭო. აი ეხლავე რა მოვიყო და სპორტი ახლენი. ეხლავე რა მოვიყო. ასაგებია, იმიტომ რომ ბავშვობაში ხა სპორტი ახლენი რომ გამოდიო. იცი რომ გამოდი მარტო ბოლო გვერდების გამო. გამოდის სპორტი ახლენი ისე. კიდე გამოდის? კი. რატო არ იცი? იმიტომ მობილური გაქვს. იმიტომ ძალიან რატო მაწყვებ სპორტი ახლენი მაგარი? მარტო იმ შემთხვევაში იყო სპორტი ახლენი მაგარი, როცა მობილური არ იყო. და ეხლა რომ მობილური გქონდა, შენ სპორტი ახლენის გწენი მაინც ბოროტი ვარ. ანუ შენი ისა ტყვე ხარ ჩემი. შენ ეხლა რომ გაგიცვლი თქვა სპორტი ახლენის მოგოს რომ გამიცვლი შენ. არა, თქო უნდა. იმიტომ რომ არ არის 14 წლის. გადავიდეთ შემდეგ თემაზე რა. არა, მე ვეთანხმები რომ შეზღუდული უნდა გქონდეთ ბავშვებს, რაღაც სხვა ხო, რაღაცას კი, მაგრამ სოცმედი არ შეიძლება არ ფილტრს დავამატებდი რომ არ შეიძლებოდეს არ უხსნიდეს, შეუძლებელი იყოს იმ ბავშვისთვის ეგეთი წვდომა რო ქონდეს, მაგრამ შეგიძლია რაც შენ გაზეთებზე რაღაცა ვეტყვები და იმაზე სოცმედიას დაადე იგივე და всё. მე არ გეთანხმებით და ეხლა რაც კიდაც შემაყარეთ ცერცვი თუ გინდათ. მე ხარ ვაჟა გოგუა, გიცანი, წეგან დაგინახე. გადაცემაში შეიძლება შეიძლება რომ სანამ ჭიდაობაზე გადავარდ, შემდეგ თემაზე გადავიდეთ. შემდეგ თემაზე გადავალ. დიახ, მადლობა. შემდეგი დებულება. დიახ. ცხელძახში კალდუნა უფრო საშიში ვილენია, ვიდრე ტრეზორა. საშიში ვილენია, კალდუნა თუ ტრეზორა? ხო იცი ორივე. ტრეზორა. სამი? ეწოდი პოდიშ თავიდან თქვი? კალდუნა უფრო საშიში ვილენია თუ ტრეზორა? ან თუ რას ქვია, აქეთ არის კალდუნა და აქეთ ტრეზორა? ხო. კალდუნა უფრო საშიში ვილენია ვიდრე ტრეზორა. ეხეთი დებულება არის. ხო, ანუ ცხელძახში კალდუნა უფრო საშიში ვილენია ვიდრე ტრეზორა. თუ ეთანხმები, ესე იგი კალდუნა უფრო ხო, გავიგე, წეგან თუთი თქვი. 3, 2, 1. აჰა. რადგან წინა შენ დაიწყე, ეხლა ხოლმე. ყური მოგიწრია ვიდეოსთვის. ბაჟა. ყური მოგიწრია ვინმესთვის მაინტერესებს. კი? და როგორი შეგრძნება იყო იმ ადამიანისთვის, ვისაც მოვაჭერი, მაგის მერე შენთვის რამე ისეთი უთქვამს, აი. სიტყვა აღარა მოუღია, ხო? ვაფშე არასდროს. რავი, მე აღარ ვილაპარაკებ ბევრს. ას? კი. ჩემი გადმოსახედიდან ერთ რაღაცას ვიტყვი მარტო რა. პერსონაჟები მე ეგრე მაქვს დანახული რა, რომ კალდუნას გააჩნია რაღაცა რა. ვის შენ რატო გელაპარაკება ერთად? კალდუნას გააჩნია, კალდუნას ჩემიას გააჩნია რაღაცა მორალი რა, რაღაცა მორალურ იმას მიყვება რა, თავისი ეთიკა, მორალური და ეს იმენა კრიმინალია რა, ტრეზორა რა. და მაგ გადმოსახედიდან ვილენი კალდუნა შეიძლება არ იყოს. კალდუნა შეიძლება იყოს რაღაცა პერსონაჟი, რომელსაც ესე ცალსახად ვილენს ვერ დაარქვეს. ანუ არ გეშინია კალდუნასე? არა, ძმა 50 დოლარიანი მაგ შენს მობას ვიცავარ რომ აი რამდენიც არ უნდა. დაელოდე inbox მაშინ. ხო, ჩემი გადმოსახედიდან ხო, ვილენი თუ ვილენს დაარქვევ, კალდუნას უფრო ნაკლებ ვილენად ხედა ვიდრე ტრეზორა იმენა ვილენია რა, რომ აი უნდა მოვიდეს. საერთოდ შეიძლება ხო, გააფუჭოს რაღაცა, წავიდეს. ის პირიქით ის რაღაცა ცდილობს თავისის კლინტაკს. ხო, მაგრამ რო რამე მიზეს დაჭირდება, ყველა უკან დაიხევს კალდუნას წინ. გასაგებია, მაგრამ აი კალდუნას უფრო აქვს დიდი აურა თუ ტრეზორას. კალდუნას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო და აურა. ყველაზე დიდი აურა არის ვაფშე. ხო და აურა ყველაფერს. კალდუნა კეთილია.
ბიჭო, აი, ტრეზორას კარგი მომენტი ერთი გამახსოვს. მე მახსოვს, რომ აი ერთ მომენტს გეტყვი, აი მაგალითად გაბრაზდა იმაზე რა. ბუტკის კათამაძეზე? ტრეზორაზე ამო თუ კავი. არა, უკვე ტრეზორას კარგი სიტუაცია, ტრეზორას ადამიანობა მე კარგი ადამიანობა? ხო, არსად არ დამინახავს რა. ერთი ის რომ იქ რომ იმას წინ უზის და შაქარი მაქვს და რაღაცა მან რომ სახეს არ უჩეჩქავს ძალიან კეთილია საღო ტრეზორი. სიგრძელი თიცოვანი. მე აურათი ვაფასებ მაინც არა. მაგრამ აქ აურაზე არ ყოფილა კითხვა. მე არ მაინტერესებს. სხვა მეორე კითხავს. მაგრამ კალდუნა უფრო დიდი არის ვიდრე ისა, რა თქმა უნდა. ტრეზორი, მაგრამ ვილენი ფიერლისში უფრო მაღლა კალდუნა ეყოლებს. არ ხო აქ ვილენზე იყო რა, აი. რომლის წინაშე გიშონე რომ ის. ვილენინო სახელია ხო იცით? ვილენი გოგუა შეიძლება არსებობდეს ეგეთი ადამიანი. არის სახელია. შემდეგი დებულება ურითმულსიგეს ბასტო. მირჩევნია ზლატანის კარიერა მქონდეს ვიდრე ფრანჩესკო ტოტის. 3, 2, 1. ამჯერად შეიწყო. რო დაუფიქრდი ტოტის კარიერაზეც არ ვიტყოდი უარს. მას ესაუბრა. ხო, მე რო დაუფიქრდი ჩემო გიორგი ტოტის კარიერაზეც არ ვიტყოდი უარს, როცა ტოტი აი როცა ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, სადაც აი მისაღები ვარ ყველგან, არსად არაფერი არ დამიშავებია. რაღაცები დამიშავებია სტადიონზე, ხო, მხეში ყოფილი ვარ და შეურაცხყოფელი, მაგრამ რაღაც ჩემი ოჯახივით მაგ, ანუ ერთ ადგილას ცხოვრება დასაკვირდებად კარგია, მაგრამ როგორც კარიერა ჩემი გადმოსახედიდან ზლატანი უფრო კარიერულად უფრო დიდია რა. მიუხედავად იმისა, რომ ტოტის იტალიასთან ერთად აქვს რაღაცები ბევრი მოგებული და ამას ნაკლებად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უფრო ნაკლებად ჩემპიონობადი იმისი რა ქვია, სახელმწიფოს შვილი არის. მიუხედავად მაგისა, ანუ რაც არის, ანუ ზლატანი რაც არის კარიერულად ბევრად მევასება, ბევრად მირჩევნია ვიყო, ვიდრე ტოტი. გოლებიც, ანუ უფრო აიკონიკ ტიპია ჩემი გადმოსახედიდან, ვაფშე ფეხბურთში შეიძლება საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აი ისეთი სახასიათო პერსონაჟია რა და სპორტის ინდუსტრიაშიც კი და აი მარტო ის მირჩევნია რომ ჩემთვის ლებრონ ჯეიმსმა გაუგზავნა, ხო, მაისური გაეგზავნა, მე ხელი მომეწერა და უკან გამეგზავნა, მარტო ეგ მირჩევნია სერიას მოგებას რა. ჩემი გადმოსახედია ეს მხოლოდ და მხოლოდ რა და ეგეთი რაღაცები რომ შეიძლება გააკეთო და ეგეთი სუპერ გმირი ხარ კომიქსის პერსონაჟი ხარ რომელიც შეიძლება მე გმირადაც გადააქციონ ფორმა ჩააცვან ეგ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე იტალიის რაღაცა ქალაქში რაღაცა კაპიტანი და ტოტი და ის ხე და ასე შემდეგ. რას დაუპირისპირებ? არა, მესმის არც გამკვირვებია შენი პასუხი და მესმის რატომაც უპასუხე ჩემთვის ჩემთან უფრო ახლოს ტოტია, იმიტომ რომ ჩემთვის სტაბილურობა და რაღაცა პატრიოტიზმი და რაღაცა ეგეთი რაღაცები უფრო ახლოა და თან ეხა მართლა რომ გავიხსენო, აი ის თამაშიც როა რაღაც ტიკი-ტაკატოა რომ უნდა ჩასვა, მან აი სადღაც ყოველთვის ჩასვა იბრაგიმოვის, ყველგან უთამაშია ყველა გუნდში და დიდად მომწონს თქო ეგ რომ ინტერშიც იყო, იქაც იყო, რა ქვია, მანჩესტერშიც იყო, მილანშიც იყო, რა ქვია, ბარსაშიც იყო, აი ვაფშე ყველგან რო იყო რა, ანუ არ სიამოვნებს ეგ ყველაფერი სიმართლე გითხრა რა. და აი რომელ გუნდთან ასოცირდება იბრაგიმოვიჩი, რომელ კლუბთან ასოცირდება, ვერ გეტყვი, აი რომ მკითხონ რა და აიაქსთან. ხო და აი აიაქსთანო, აი პროსტა იძახი ხო და ტოტიზე რომ მკითხავენ და რაღაც აი რო გამახსენებინებენ ერთ-ერთ ყველაზე რაღაცა ერთგულ ფეხბურთელს მაგალითად. ხო რა, იტალიელებს თუ ამბობ რა, თან მოგებული აქვს ტიტულები, მთელი ცხოვრება მან გაატარა და დარწმუნებული იყავი, რომ იბრაგიმოვიჩი რო დაავიწყდება, ტოტი ისევე მახსოვრება მთელ სოფლიოს რა. დარწმუნებული მაგაში ვერასდროს ვერ ვიქნები. არა, მე დარწმუნებული ვარ. ნახე, იბრაგიმოვიჩი მეც მაგრად მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კონტექსტში კარგად შეიძლება ახსენონ რა. შენი გადმოსახედიდან მე რო ეკითხა ქოროს რომელი ურჩევნია, ტოტის ვიტყოდი, მაგრამ გასაგები, მაგრამ ჩემი აზრით ის დებულება რომ ოდესღაც იქნება ისეთი სამყარო, სადაც იბრაჰიმოვიჩი რა ვისარ ემახსოვრება და ტოტი ემახსოვრება. მე მგონია. ნახე, შვედეთში ხო ბაზარი არ არის. შვედეთში ბიჭო, ანუ შვედეთში შეიძლება ყოველთვის ახსოვდეთ, მაგრამ იტალიის გარდა ფეხბურთი როგორ შეიქმნა? სხვა ქვეყნებში ყოველთვის ემახსოვრებათ. შენი აზრით როგორ ფეხბურთი როგორ შეიქმნა, რაკს თამაშობდნენ და მე ფეხბურთში გადაიზარდა. პატრიოტიზმს ემსახურება თუ გართობას, ანუ გასართობი საშუალებაა თუ რაღაცა. ერთმანეთს ორივეს ემსახურება.
შემთხვევაში საქართველოს ნაკრები რო გავიდა და გასაგებია ეხა მაგრამ სტადიონზე ზოგადად პატრიოტიზმი იყო, ბრა. შეიქმნა სპორტი შეიქმნა გართობისთვის და ხო, მაგრამ სპორტის რამდენ რაღაცას აერთიანებს. სპორტი რამდენ რაღაცას აერთიანებს. ფეხბურთზე გეუნები. ფეხბურთი რამდენ რაღაცას აერთიანებს. ერთი წუთი რატო არ მისმენ? რატო არ მისმენ? ეხა მინდა რომ მოისმინო, იმიტომ რომ გაიგო და არა მეკამათო რა. ფეხბურთი სოფლიო ამბავში უფრო გართობა ყოველთვის უფრო დაფასდება სოფლიოს მასშტაბით. არ ვამბობ რომ რომაელებს უფრო ევასებათ, არა, სოფლიოს მასშტაბით უფრო დაფასდება გამრთობი ფეხბურთელი და არა ვიღაცა ვინც საკუთარ გუნდში დარჩა. ეს დააფასებენ იტალიელები და დანარჩენი იტალიის გარდა მთელი 8 მილიარდი ადამიანი დააფასებს ვინც გაართო, იმიტომ რომ ფეხბურთი ვაფშე კაკრას რომში და სპორტი და აი ეგ რაღაცა შემოსაზღვრული შეიქმნა გასართობად. როცა საჭმელი არ იყო, გლადიატორებს აომებდნენ, რომ საჭმელი დავიწყებოდათ. ეგ არის სპორტის მუღამი. საერთოდ და მერე გაჩნდა სახელმწიფო და მერე გაჩნდა პატრიოტიზმი. მერე დაიწყო ოლიმპიადა. რაში მაინტერესებს მე რაგას და ეხლა გელაპარაკებ მე. ეხლაც მაგას გეუბნები რომ დრო რომ გავა ტოტიზე მეტად ყოველთვის იბრაჰიმოვიჩი ხდება დაფასება და რონალდინიო. ტოტი ემახსოვრებად დამიჯერე 100 წლის მერე უფრო მეტ ადამიანს ტოტი ემახსოვრება და ცხოვრება ტოტი არავის არ ემახსოვრება რომის იქით და იბრაჰიმოვიჩი ყველას. არ გეთანხმები. იბრაჰიმოვიჩი მებაზრება ტოტი ემახსოვრება. არ გეთანხმები. ბოლოს კაი, მაგრამ ბიჭო, მე არ გეთანხმები მაგაში. გამანები. უმეთანხმები. მე არ მინდა რომ დამეზარდე. მე პროსტა პროცესში. ანუ ისე გამოიყვანე, თითქოს ტოტი არასანახაობრივ რაღაცას თამაშობდა. შენ თუ ფიქრობ რომ ერთი და იგივე სანახაობრივი ის ელემენტები ტოტის და იბრაჰიმოვიჩის მე ხო არ გეკამათები, მაგრამ ხო რომ რაც გითხრა რომ მარტო გართობა არ არის. არ არის მარტო გართობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე რაც ხდებოდა და რა ამბავიც გამოიწვია მაგან. ეხლა ეგრე არ გაიგოთ რომ მე ვამბობ რომ მარტო გართობაა, მაგრამ უეჭველი სვარ, იმიტომ რომ განსამაჩი არ მთავრდება. არ გინდა რომ დაამთავრო, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი, მე იმას მე ეს მაგალითი იმიტომ კი არ მოვიყვანე რომ პატრიოტიზმი არ არსებობს. არ გინდა რომ დაამთავროთი, მირჩევნია რომ დამთავრდეს გადაცემა. არა, ისეაც ეგრე იქნებოდა. ნუ არ გინდა რომ დაამთავრო რომ გამოიყვანა და რომ ლაპარაკი რო უცბად გააგრძელა, ცოტა არ მესიამოვნა და გატარდა ეგ ხო იცი წამყვანისფრიდან და არავის არ ეგონეს. არა, მაყურებლები თქვენ მაინც ხო იცით რომ ყველა გადაცემა 3 თვე არ მთავრდება. უბრალოდ მართლა ეგრე მგონია რომ ხოლოს უკეთესი პოინტები ქონდა. ჯერ დალია და მე მითხარი თუ რაღაცას გეტყვი, უცებ დავლება უცბად. არ გეგონათ რომ ფეხბურთი ანუ საქართველოს გულში მათი რომ ბევრად დიდი გულში მათი რომ ბიჭო რატო უნდა გვეგონოს ეგ რო აირჩიე გაამართლე ხო და ისე არა სხვადასხვა ვამბობ რომ საბოლოო ჯამში მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ end of the day დაფასდება უფრო ზლატანი ვიდრე ტოტი როგორც სოფლიოს მასშტაბით ორივე შეიძლება კაცობაში და ძმა იმენას ადრგრძელო მეტი ტოტის დაილიოს მაგრამ ზლატანი უფრო ყოველთვის უფრო მეტს ეცოდინება ზლატანი უფრო დიდი იქნება ყოველთვის რა მარტო იმიტომ რომ აი ეგეთი იყო. ის კი არა ხო და აი ყოველთვის არ რონალდინიო ბიჭო რონალდინიო რა ჩემფეხების ფეხბურთი 2 წელი ითამაშა. არა რონალდინიო რა ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რონალდინიოს გამო დავიწყე ყურება. სოფლიო ჩემპიონატი რონალდინიო მოიგო უეჭველი კი აბა რა რონალდინიოს ძალიან დიდი ღვაწლი. ინგლისთან რო არ გაიტანა ის გოლი რა ვიცი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ბრაზილისთვის ეგ იყო იმ სოფლიო ჩემპიონატზე. და ჯარიმაც რო ჩააწოდა და რო გაიტანა. აი ეხა ჩააწოდა. რონალდინიო შეყარა ფეხბურთი, მაგრამ მგონია რონალდინიოც ეგ ტიპია ზლატანის კალიბრი არის და არა იმის რაღაც. ტოტის? არა, ხო, უფრო ზლატანთან დავსვავდი. ხო და რონალდინიო არა, ზლატანისაც არა. უფრო მეტ მაინც ის რონალდინიო. აი რონალდინიო რა თქმა უნდა, მაგრამ მაგით ორგანიზაცია, ანუ მირჩევნია ვიყო. ვიღაც შეიძლება ხო და მე ეგ მირჩევნია. 2-1 ანგარიში და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. Squid Game-ში, კალმარის თამაშებში რონალდუ უფრო დიდხანს გაძლევდა, ვიდრე მესი. ო დაიწყო მან დები იყო. მან გონებრივი ნანახი მაქვს. ფიზიკურად დები იყო მაგას. გონებრივი იმდენად არ არის რა. ყველა თამაში შეგიძლია, მაგრამ გაძლებაზეა. მაგრამ ჯერ 3-2-1 აქვს, ჯერ 3-2-1-ია. არ ვიცი, ბოდი შუნა ვიფიქრო მაგაზე, იმიტომ რომ აქ შეიძლება პასუხი გავუცე და მე შევიცვალო. ხო, არა, იფიქრე და მზად რო იქნები, მითხარი და მაგრამ ისეთმა ტიპმა მაგრამ შეგიძლია საკუთარ თავთან იფიქრო ჯერ ხო. სათხარ? აი, ისა როგორ რონალდუ უფრო დიდხანს გაძლევდა, ვიდრე მესი. 3-2-1. ორივე ეთანხმებით და რატო? ბიჭო, მე რატო ეთანხმები, იცი მესის ფეხბურთის გარეთ ვიდეოები მაქვს ნანახი. მეც მაგაზე ვფიქრობდი ხა დებულებას რომ ანუ ფეხბურთის გარეთ როგორი ადამიანიც არის, გონია რომ ასუნთქებენ. ანუ გოლზე რო უკრავენ და ეს რომ ანუ ფეხბურთის გარეთ არ იცის როგორ უნდა იცხოვროს თუ აი Coldplay-ის კონცერტზეც
არა, მე მგონია რომ ის პროსტა რონალდო უფრო ის არის. არჩე რონალდო მგონია უფრო როგორ კომპეტიტივ ტიპი თუ რაღაც ანუ ეგეთ რაღაცებში ალბათ რონალდო უფრო გაკაჩავდა, იმიტომ რომ მესი არის ერთ რაღაცაში ყველაზე მაგარი და მე ჩემაც რატო დავფიქრდი, ხოროს ვეთახმები ყველაფერს. რატო დავფიქრდი, ხო რომ გეტყვი ხარ, რა? შეხედე მან რაზე დავფიქრდით, რომ მესის აქ ხო საბოლოო ჯამში კონცენტრაციაა რა, რაზეც ხარ კონცენტრირებული, იმას აკეთებ ძალიან კარგად, იმას ამასტერებ რა და მესი ბურთზე იმდენად რომ ის ისე დაამასტერა რომ განაჩენები დარჩა და ხო და მაგიტო ვფიქრობდი რომ მეთქი გადარჩენის სიკვდილსაცმლის ამის დროს ხო არ ჩაერთვებოდა თქო და ვაფშე ხო არ განჭდებოდა თქო ხო მაგრამ რაღაც ერთი მაგალითი მაინც უნდა გქონდეს ხო და არა მან თემა ისაა რომ მგონია რომ მესი ის რონალდო დაჟე ტყუილზეც წავიდოდა და მოგებაზე არა მათ ხო უნდა წახვიდე ხანდახან ტყუილზე შენიანი გაწირო და რაღაცა ხო მაგრამ როგორ რაღაცა იცი რომ ხანდახან ზოგი ისეთი ტრიკი ისეთ ჩელენჯები არის ხომ რომ პირველი დადგომა პირიქით ცუდი იყო მაგრამ ისიც ყველაფერი სწორად გააკეთე მაგრამ ვიღაცა უკან უკვე ჩაგარტყეს და მაგრამ ისიც ხო და ისიც არის სხვათა შორის რომ მესიზე ხო ამბობენ რომ გასახდელში ვაფშე სხვა ადამიანი და აუტანო ტიპია და კი როგორ არა არა მაგას ამბობენ რომ პირიქით ანუ არა ის არის რაგვი შეიძლება რაღაცა ისე იგი უხეშად უთხრას ვიღაცას ან რაღაცა და შეიძლება ეგ გამოდგომოდა თქო. ხო და კაპიტანია, მაგაზე ვფიქრობდი მეც, ეხა იქ რო მესი რო ეს კაპიტანი ორივე არის. არა. ეხა კაპიტნობის, ანუ ისიც კაპიტანია, რა თქმა უნდა, უკეთია სამკლაური, ან რომ მე რო კაპიტანს ვიცახი, არ გულის ხო. არა, მე ეხა დაჟე იმას ვერ მიხდი, რომელი უფრო გეკაპიტნება ვიდრე მესი, აუცილებლად. მესი უფრო გეკაპიტნება ვიდრე რონალდო, რატო? იმიტომ რომ აუ აი. კრისტიანოს ფანები გეტყვიან იმას, რომ მოუტინიო ვერ არ ტყამდა პენალს ევროლიგის 16-ზე და მოუტინიომ რა დაარტყა. ჰა? კიდე მოუტინიო გაიხსენეთ, აი ხა აქ მითხართ მოუტინიო. რომ დაიდგა და რომ ბოდიში კითხვა მაქვს ყველასთან, რა მეგობრებო. მოუტინიოს რონალდო პენალტის დარტყმა ასწავლა, დედამიწის უზე თუ რაღაცა თავდაჯერება არ ქონდა და რა შეიცვალა სამყაროში. ელაპარაკა და დაარტყმევინა. და ბიჭო, მესიმ იმას ის ხო არის არგუმენტი კაპიტანებს შორის. მესიმ კაპიტანი რო იყო იმას აფელაის კი არა, რა ქვია? სამი გოლი და ჰეტრიკი. საჩუქარი კაპიტანმა აჩუქა. ყველაზე სამბეჭდავი რაღაცა არის, რაც კი ყველაზე მაგარი რაღაცა არის. თან ნანახი აქ თამაშე? ანუ მე ვნახე. 5 ჯერ გაიყვანა ერთ-ერთზე. ბიჭო, მე ვნახე და ანუ დაუჯერებელი რაღაცა არის. იცი ეგ უნდა კაპიტანობაზე არა შვილი გაუხსნა ტელიოს კაროჩე და მესი მუთქრის ყველამ საჩუქარი მომიტანეო და მესის არ მოუტანეო და მოვიდაო ეგრევე და თამაშზე არისო შენ საჩუქარიო და გავიდა და სამი საგვალეპარის ჰეტრიკი გაატანეს ბურთს ხო ჩუქნიან ჰეტრიკზე და ხელი მოუწოდა და ეს ჩემს დაუჯერებელი ისტორია არის. აღარ 5 პასი მისცა ისეთი რომ ძალიან ბევრჯერ 4 გოლი გაატანა ოღონდ ერთი თამაშკარში ჩაითვალა იმიტომ რომ დაარტყა რიკოშეტი. თამაშკარიც საოცარი ისტორია მას. 2-1-ია, კლავინდებურად ანგარიში. შედეგი დებულება ესეთია. ბარსელონასთვის ჩავი უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ინიესტა. დაიწყო. თქვენ მე დავიწყო. კაი დაიწყე, მიდი, შემდგომ ჩახა. მე მარტივად ავხსნი ამას რა. ნიშნულობან არ ამნიშნულოვანს სუბიექტური მასზე გადავიყვან. გიორგი. გავიხსენე, რომ დებულება არის მნიშვნელოვანი და არა უფრო მაგრა. კი, მაგრამ გასაგებია, მაგრამ ჩემთვის ორივე ჩემი გადმოსახედა ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი იყო. ანუ დუეტში იყვნენ ძალიან მნიშვნელოვნები და არა ცალ-ცალკე. ანუ დუეტში იქნებოდა ხავი ინიესტა არსებობდა შენ ჩავი, რა ვიცი. ჩავი ინიესტა არსებობდა სიტყვა უფრო ვიდრე ჩავი და ინიესტა ცალ-ცალკე. ეგ ორი ერთად უფრო, ანუ დუეტი იყო რა. მაგრამ მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც ბასტოსთვის, როგორც ბარსელონას გულშემატკივრისთვის, ინიესტა უფრო იყო, იმიტომ რომ მახსოვს მე ინიესტას მაგალითად მნიშვნელოვან მომენტებში გაკეთებული საქმეები. მაგალითად ჩელსისთან გოლი მახსოვს, მაგალითად მახსოვს სოფლიო ჩემპიონატის, მაგრამ იქ ბარსაში არ არის, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატიც მან გაიტანა გოლი რა. ხო, ნუ ერთად ხო იყვნენ. ხო, მაგრამ მახსოვს რომ აი ბევრი რაღაცა ინიესტას მოქმედება, ინიესტა რომ ბურთს იღებდა ჩემ ფეხბურთის გემოვნებაზე დაახლოებით იგივე ზეგავლენა მოახდინა ინიესტამ, რაც მესიმ რა. როგორი საფეხბურთო გემოვნებაც მაქვს, რაც მიყვარს ფეხბურთში, ზოგს გახსნა და კომბინაცია უფრო ვასწრებ, მაგრამ მე მომწონს დრიბლინგი. აი effortless dribbling-ი რაც არის რა. სპარტაკთან ასე ჩვენ. ხო, აი სპარტაკთან არა, ვაფშე ყველაზე მაგარი ფინტი PSG-ს რო გავუკეთა, რო ჩაუდგა მოუტრიალდა და მარცხენათი არა, PSG-ს გავუკეთა, მაგრამ ხო, არა, ფეხბურთელს ვიხსენებდი. და მარცხენა თავი გაბახსა რაღაც. მარცხენა ფეხით პროსტა ვეღარ დაარტყა და ჩემი გადმოსახედან მაგან უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა. ზოგადად ფეხბურთს ბარსელონას გულშემატკივრებზე როგორც ან მე ჩემ გადმოსახედან ვიძახი რა. ეხა არ კოროს არ მეწინააღმდეგები რაც უნდა თქვას ჩავიზე. იმიტომ რომ ის მაგრამ
ინიესტა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თამაში. შენ წუთი და მე გამაც. ოღონდ გაიხსენეთ მართლა ის რომ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ბარსელონასთვის და რა გებორ. გეთანხმები იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე ინიესტადაც და ხავიც წარმოუდგენელია და ნაკრებშიც ერთად იყვნენ და ბარსელონაშიც. უბრალოდ ერთადერთი ალბათ რაც რითაც შეიძლება უფრო გამოვარჩიოთ ხავი ის იყო რომ ინიესტა უფრო ისეთ რაღაცებს აკეთებდა რაც უფრო მეტად ჩანდა სტადიონზე და რასაც მაყურებელი უფრო მარტივად იმახსოვრებდა რა და ხავი ისეთ რაღაცებს აი ხავი თავიდანვე სანამ რაღაცა გაიზრდებოდა ასაკში შევიდოდა თითქოს თავიდანვე დაღვინებული იყო რა რაც გუნდს ძალიან ადგებოდა რა რაღაცა დალაგება თუ აირეოდა გუნდი დალაგებას პირველ რიგში ხავი იწყებდა ნუ ინიესტაც რა თქმა უნდა იქ იყო მაგრამ ვფიქრობ რომ ხავის უფრო დიდი როლი ჰქონდა მაგ ყველაფერში რა ინიესტას უფრო სხვა როლი ჰქონდა ანუ ძირითადად ერთი და იგივე როლი ჰქონდა მაგრამ ინიესტას უფრო შემქმნელი და აი უფრო რაღაც ბურთის წაღებაც და ბევრი მომენტი გვახსოვს ინიესტასი ეგეთი რომელსაც ხავიზე ვერ გავიხსენებთ რა მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ რაღაც ხავის ჯარიმა შეგვიძლია გავიხსენოთ რა ვიცი მომენტ რაში კიპასები შეიძლება გავიხსენოთ მე გეტყვი რა ხავი რატო ფიქრობ რომ იმდენ რაღაცას აკეთებ რაც შემამდე არ მოსულა კიდე ბევრი რაღაც გავუკეთებია რომ ბიჭო მწვრთნელად აირჩიეს რა ანუ მწვრთნელად რო ტიპს ირჩევ ეხლა ხო მაგრამ ინდოეთმა რო უარი თქვა ინდოეთმა უარი თქვა ხავის მწვრთნელად არჩევაზე არ ვიცი არა მე ზოგადად გეუნები რა ანუ მე ჩვენ ხო ფეხბურთელობის პროცესს პროპირობ ხო არა მესმის გონია რომ ნუ თვად ძალიან მაგრა არ გვახსენდება ეხლა ხავის მწვრთნელობის ის მაგრამ ნუ ჩემი აზრით აუ რა რთული პერიოდი მოუწია ინიესტა იყო აი რა ვიცი აი ხო ინიესტა ბურთი იხებდა ვიცოდი აი ერთი სული მქონდა რომ ბურთი მიიღო რომ ვიცოდი აი როგორც მესიზე ვიყავი რომ კი შექმნიდა ხო შექმნიდა არ ვიცი ამ ბიჭო აი გოლებიც და ისინიც რომ მახსოვს ეხა ხავისი დიდად აი ბუსკეტსი მგონია რა ბუსკეტსი მაქსიმუმში ყავს მაგრამ ბუსკეტსი მივასწორებ ბუსკეტსი გონია ყველაზე ბუსკეტსი თუ ბუსკეტსი მეც ბუსკეტსი ჩემი ტოპ 5-ში შედის ყველა ჩემთვისაც შედის ეგ კითხვა არ დასვა თუ გაქვს ან რაღაცა ხო დაჟე ეხა ამ კითხვაზე ვეთანხმები არ ვეთანხმებიში აი არაფერი რო არ გეწყინება შენი შვილები რო არიან ორივე ხავის და ინიესტა მაგრამ ჩემი აზრით ხო რომ უფრო მოიგო დებატები იმიტომ შენ ძირითადად ქონდა აქცენტი იმაზე შენ რა უფრო ქსიამოვნებს ის ყურა მე გეთანხმები მე ჩემთვის ერთ-ერთი სავალდებელია ინიესტა რა ჩავი ეგრეძაა და როცა მეყვარდა როგორც მოდრიჩი კროსი ეგ ზოგადად ეგრეა კროს საყურებლად და უფრო გავწურო მოდრის ეგრე ვარ ინიესტა ჩავში ინიესტა და მე ხო იცი ჩემი მენტალიტეტიც ბოდიში იმას სხვანაირად უყურებ ფეხბურთს მე რა ფეხბურთელი რაც ვსაყოფორო და ჩემთვის ფეხბურთი არის ანუ ვინც პროდუქცია მონებას მანეჯერს ჩემთვის ის უფრო არის მნიშვნელოვანი და რა ფეხბურთი მგონია სპორტი ზოგადად გასართობი ის არის რა რომ და ეგრე მეყურება მაგ სხვანაირად ვერ ვუყურებ და ზუსტად ამიტომ შეიძლება ვიღაცა ადამიანების ვისაც ფეხბურთი სხვანაირად უყვარს ის სისულელებს ვიძახდე მაგრამ მე ეგრეთი ფეხბურთი მეყვარს ისთვის სისულელეს ვისთვის გადამწყვეტიდებულება 2-2-ია ანგარიში და შემდეგი დებულება არის სპორტში შრომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნიჭი აუ აი დებულება არ არის ეგ არის რაღაცა ისეთ კითხვა რომელსაც პასუხი სამყაროში არავის არ აქვს ხო თქვენს არ გექნება ანუ ბოდიში მარიტი პასუხი მაგრამ უნდა დავაზუსტო ერთი წუთი რა მარტო შრომა და მარტო ნიჭი ბს არანაირი დაზუსტება შეიძლება მოარგო შენი ინტერპრეტაცია კონდეს და მაგით მოიგო სად რო იქნება მითხარი უბრალოდ შრომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნიჭი აი ეგეც ჭირა სპორტში შრომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნიჭი 3 2 ქორმზად ხარ 3 2 1 ბოდოა გიდო რა არა აი დაიწყე მე დავიწყე ბიჭო ხო კაი თუ ორივე თანახმად დაიწყე ნახე რატო არ გეთანხმები ხა შენ რა ნიჭი არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ შრომა არის must ნიჭი არის good to have რამე რა ყველაზე ნიჭიერი ტიპი თუ არის შრომა და არის ვარჯიშა შეუძლებელია ფეხბურთელი გახდეს რა აი 0% ახლა ფეხბურთელი გახდეს ნიჭიერობა მე მირჩევნია ნიჭიერი ფეხბურთელები რომ ევასებიან მაგრამ შრომა ყოველთვის არის შემადგენელი ნაწილი აი როგორც არის ხო იცი ყველა წყალი მდინარე ისა ყველა მდინარე წყალია მაგრამ ყველა წყალი მდინარე არ არის დაახლოებით ეგეთი რაღაცაა რომ უეჭველი საჭირო ნიჭი თუ გინდა რომ მაგარი ფეხბურთელი იყო ნიჭი უეჭველია მაგრამ თუ გინდა ფეხბურთელი იყო ვაფშე ზოგადად
შრომა აუცილებელია რა. ჯერ უნდა გახდე ფეხბურთელი და მე მაგარი ფეხბურთელი. და ზუსტად მაგიტო, თორე ჩემი გადმოსახედენ ეხლა მე რონალდო მესი ხო არის რომ უშრომა უსი ნიჭი. მესი რო არის ის იმ სიმაღლეზე მყავს რონალდო ქვემოთ მინდა კიდე ჩავწიო, ანუ 0 სანტიმეტრი მინდა იყოს. იმდენ დანარჩენი ყველა ფეხბურთი რონალდოზე არ მაქვს რა. რონალდო top 3-ში შევიყვანე როგორც გახსოვს. არა მესი ნემა ხოლმე მაგაზე რომ შრომა versus ნიჭი არის მესი რონალდო იმიტომ რომ არა ხო არ ვფიქრობ ხო ორივე ბევრი შრომა და ბევრს ვარჯიშობ და ასე შემდეგ რა. არა რომ ბალოტელივით იყო მესი. ბაზარი არა ხო მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეგეთი ტიპი ვიყო რომ ნიჭის ტიპი ვიყო და აი სკოლაშიც ეგრევე ვიყავი რომ აი შრომა არ მევასებოდა არასდროს შენ თუ გინდა რომ დიდი რაღაცა გახდე შრომა არის აუცილებელი რა აი როგორც მსახიობაზე რო იყო კითხვა ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ აქამდე რომ მსახიობა არის სწავლებაო შეიძლება მაგარი ნიჭიერი სახიერი სახე ქონდეს მიმიკის შესაძლებლობა რა გაკეთება შეგავს მაგრამ თუ ოსტატობა არის სწავლე შენ ვერავის ვერ დააჯერებ მაგას რა. ანუ საჭიროა შრომა ყველა პროფესიაში საჭიროა და ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი უფრო იმიტოა, რომ უეჭველი საჭიროა. აი უეჭველი საჭიროა რა. ნიჭი შეიძლება ეს განსაკუთრებული ნიჭი ფეხბურთის არ გქონდეს, მაგრამ მაინც ფეხბურთელი დადგე და შენი თავი იპოვო ფეხბურთში, მაგალითად გარემარბად რა იყო და რაღაცა მცველადან რამედ რა, ნებისმიერ რამედ, რომელიც აი რაღაც კონკრეტულ მომენტში შემოიყვანო და თავის საქმე გაკეთოს და გავიდეს რა. ნიჭი გუწუხევა არის და ძალიან კაია. ეს მასტია. და ეს მასტია რა. ნახე შენ ეგეთი რაღაც თქვი რომ თუ გინდა რომ დიდი რაღაც გახდეო შრომა არის საჭირო. ჩემი აზრით ნიჭი არის საჭირო მაგისთვის რა პირველ რიგში. შრომა მეორე რიგშია საჭირო, იმიტომ რომ ნიჭის გარეშე რაც არ უნდა იშრომო. არავინ არ თქვას ეხლა რომ ნიჭის გარეშე რაც არ უნდა იშრომო. შრომით ითამაშებ სეგუნდა დივიზიონში და ნიჭით და ცოტა შრომით, აი ცოტა ხანი მაინც ითამაშებ პრიმერა დივიზიონში რა. მოდი შეიძლება რაღაც ვთქვა. მითხარა. აი ნიჭით და ცოტა შრომით ვთქვი რა. ანუ შრომა მე მოვესწრე რომ მარტო შრომა საჭირო. არა, მოდი საერთო ის იყოს და ველაპარაკობ არა. ნახე მეც ანუ ნახე გეთანხმები აბსოლუტურად ეგრეა რა. შრომის გარეშე შანსი არ არის, არ არსებობს, მაგრამ თუ ფეხბურთს ვიღებთ მით უმეტეს ნიჭი გჭირდება პირველ რიგში. თუ ვიღებთ ზოგადად ყველაფერს, მაშინ ბაზარი არაა. შრომა, ხო და სპორტს თუ ვიღებთ, მგონია რომ და თუ კონკრეტულად თან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ნიჭის გარეშე შანსი არ არის რომ დიდ მიზნებს მიაღწიო რა, იმიტომ რომ მე რატომ გეუბნები, ვიცი რომ მიზანი, ყურე შეხედე ფეხბურთელად გახდომა არის პირველი საფეხურე. მეორე საფეხური არის დიდი ფეხბურთელად გახდომა. ხო, მე პროსტა იმიტომ გითხარი რომ დიდი რო გინდაო, მაგიტო. გასაგებია, მაგრამ ანუ დიდი თუ გინდა, შენ პირველ საფეხურზე უნდა ახვიდე, ჯერ უნდა გახდე ფეხბურთელი. ჯერ უნდა შენ უარი უნდა თქვა ჯერ შენ რაღაცა ისეთ რაღაცებზე რაც არის მაგალითად აი სტუნებებზე უნდა არის ღვინოზე, ალკოჰოლზე, ლუდზე, რაღაცა წასვლაზე, წამოსვლაზე, ძილზე, გადადებაზე, გადმოდებაზე საქმის მაგებზე უნდა თქვა უარი, რაც არის ყველაზე დიდი დისკომფორტი სამყაროში და მეერე უნდა წახვიდე დიდებზე. ანუ შენ ჯერ ფეხბურთელი უნდა სპორტსმენი უნდა გახდე, რომელსაც შრომა ჭირდება. არავინ არ თქვას რომ ეხლა არა, ეგ თავის თავად. მაგასო გეტყვით, რომ წამოიქ წავიდეთო, მაგაზე უარის თქმა მარტივი არის, არავინ ყველა მოგაწყვეტს, ურთულესი სათქმელია და მე ვერასდროს მე არ ვიცი, მე შეიძლება ზედმეტად ვაფასებ ჩემ თავს, მაგრამ საფეხბურთო ნიჭი რაც მქონდა მახსოვს, ანუ ბავშვობაში როგორც თამაშობდი ფეხბურთს, სადაც სადამდეც ყოფნი და ის შრომის მოყვარეობა რაც მქონდა ბავშვობაში რა, რომ 12 წელს გეუნები, როცა აი დავრბული კიდეს და ის ანუ როგორც თამაშობდი, ეგ ნიჭი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ფეხბურთელი გამختارიყავი, კარგი ფეხბურთელი გამختارიყავი, რომ ოდნავ შემძლებოდა უარის თქმა რაღაცეებზე. ანუ მე შრომა დამაკლდა და ვერ გავხდი ფეხბურთელი. ბიჭო, მე ყოველთვის იმათ დავაფასებ, ვინც შრომობს და ასე შემდეგ. პროსტა ფეხბურთში და სპორტში მგონია, რომ ნიჭის გარეშე ვერ მიაღწევ აი ნიჭი რა არის მაგაზე რომ გადავიდეთ ახლა. ნიჭი არის თუნდაც ბურთთან მოპყრობა, კომუნიკაცია, ხო? სწორი ფიქრი. მე რა მაქვს იცი და სწორად გახსნა, შეიძლება ისწავლო ვარჯიშზე, მაგრამ თამაშზე რო გადახვალ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც ვარჯიშზე არ გაიკეთებია და ვაფშე ვერაფერი ვეღარ ხდნა. ნიჭი რო ხარ უცბად, იქვე იმას იზავ რა, ადაპტირდება კი ბატონო. ერთი ჩემი ნათესავი არის ბურთი რო სადღაც 8 წლის რო იყო ბურთი რო გადაუგდე, კაროჩე, ბურთს ესე გადაუგდე რა. ჭამა. ხო რა. აი, დაახლოებით ეგეთი რაღაც გააკეთა, რომ ბურთი წავიდა მაგისკენ, ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ ანუ ეგ რეაქცია უნდა გქონდეს, თუ ზოგადად შეიძლება ბურთი თუ გინდა მტერი არ იყოს, ეგ რეაქცია უნდა გქონდეს, რომ ანუ გახეთქა, აი ჭამა რა, ანუ თავი მოიძრო, თავზე დაიმაგრო და ანუ ვერ მიხვდა ბურთი რაც სქემა იყო რა, ვაფშე საიდან მომიგონეს.
და არასდროს არ მეგონა რომ ეს всё მორჩი მათი დამთავრდა ეს. აი ბურთს რომ ამას უგდებდა ამას აკეთებს ინსტინქტურად, მაგრამ ბოდიში. მეც გეტყვი რა ახლა, რაც 14-ის რო გახდა, просто ნახე რა და ფეხბურთზე დადის და რაღაცა და გამიკვირ ფეხბურთზე ბურთი რა რო აიღო, დედავს პიცავარ, ეგ რომ ენახა პირველი, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ის სცენა რაც ნანახი მაგ და სიზმარი არ იყო ჩემი რა. ხო და მაგიტო რას მომფიცი რომ ნიჭზე რას მაქვს რაზე ვსაუბრობ, ყველას გვაქვს ნიჭის. ეგ მიდგომა მაქვს, ეგ იდეოლოგია მაქვს რა, რომ და ვერ მოვიტყვებ თავს რომ მოგვიძება ჭირდება? ნიჭი არის კონცენტრანტო, შენ რაზეც კონცენტრირებული ხარ, აი რაზეც აი ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან არის ეგ რა მაინც. ბავშვობაში ყველაზე კარგი არის ხა. მე ერთეულები არიან, რომ რასაც ბავშვობაში თამაშობდი, რა თამაშებსაც ბავშვობაში თამაშობდი, მაგალითად 11, 12, 13 წლის ასაკში, რასაც თამაშობდი. დღეს იმას და 10 წელი არ მithამაშია და 1 წელი თამაშობდი თქვათ რა. დღეს იმას ბევრად კარგად ვთამაშობ, ვიდრე 4 წელი რომ აქ რაღაც თამაში დახარჯული ვიყოთ 20 წლიდან. აჰა. და აი ბევრად მეტი და იმიტომ რომ იქ ისეთი ანუ ინტერესია და ნიჭი კონცენტრაცია მაგიტომავ რომ იმდენად მაინტერესებდა მაშინ მარტო ეგ მაინტერესებდა იმდენად ვერთობოდი მაგის კეთებით რომ ისე დავამუღამე რომ დღეს მე რო თქვათ მე დაქო რომ ვალურანტს რომ თამაშობთ ვერთობი მაგრამ იმდენად ვერ ვერთობი რომ ამით ისეთ სიამოვნება მივიღო რომ გავიზარდო რა ანუ გავავითარო ეს თემა ფეხბურთის ეგ იმდენად მევასებოდა ფეხბურთის თამაში რომ არც ფეხბურთზე არ დავდიოდი არაფერ მაგრამ იმდენად მევასებოდა რომ რონალდინიოს რო უყურებდი რა ის სპრინტი რო გააკეთა ფეხით რო შემოიტანა ხო იცი აქეთ რო ეს რო გაგაკ და მე აქეთ რო შემოგაკ რა ყველა აკეთებს მაგ ფინს ოღონდ დგება და რაღაც რონალდინო გააკეთა ძალიან ესე შემოიტანა რონალდინომ და კიდე ერთმა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის იმას პრომოში იყო ხომ ეგ ფინტი რომას ფეხბურთელი იყო მგონი არ მახსოვს მანსინი არა მანსინიმ ბევრჯერო გადაატარა ფეხია ხო და იმდან გააკეთა რომ ჩოგბურთის ბურთით სახში ჩოგბურთის ტენისის ბურთი მქონდა მაგით დავამუღამე და რომ გავდიოდი სტადიონს სულ მაგას ვაკეთებ და ყველას ვატყობდი ოღონდ ისე კარგად ვაკეთებდი რომ აი იმენა გულით იმიტომ რომ გამისწორდა გავერთე და ასე შემდეგ დღეს ახალს ეგრე მაგრამ ვერ ვსწავლობ მაინც ჩემი ის ეთყობა რა ხო და მაგიტომავ რომ ნიჭია მაგრამ თუ ის ტიპი შრომის მოყარე ანუ ცხოვრებაში ზოგადად ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი უფრო ცუდია ვიდრე შრომის მოყარე უნიჭო იმიტომ რომ შრომის მოყარე უნიჭო მაინც იპოვის თავის გზას და იმუშავებს და ნიჭიერი ზარმაცი დაიჩაგრება არ დაიჩაგრება დამიჯერა არა მაინც ეგრე დაიჩაგრებას გულისხმობ ეგონება რომ არის ჩაგრება მაგრამ დაიჩაგრება არიან ექვსოსნები რა სახში არ სწავლობენ მაგას ვთქვი სახში არ სწავლობენ მაგრამ ახერხებენ რომ ორიანი ვერ არ მიიღონ რა ეგენი არიან ფრისტაილერები ეგენი ყველა ფეხბურთში მაინც იპოვიან თავის თავს ფეხბურთში და სპორტში მაინც შრომა გაზრდებით. შრომა აუცილებლად საჭიროა. და მაყურებელმა გადაწყვეტს ვინ მოიგო? არა, მე მაინც უნდა გამოვიტანო და სხვა. უფრო ბასტოს არგუმენტები უფრო მეცნო რა, მის ყავს ეგეთი ტიპი, რომ 8 წლის ასაკში საერთოდ ბურთი მარიცოდა რა იყო და მართლა შეიძლება. კი, არიან, ანუ ერთეულები ვანაც არის. თამაშობს ძალიან მაგრამ, იმიტომ რომ ათლეტურია, დარბის, რაღაც შეება და თავის როლს პოულობს და ნიჭიერი შეიძლება რავი ისეთ მდგომარეობაში იყოს ფიზიკურ კონდიციაში საერთოდ საჭიროა მაგრამ დაგორება აი აბსოლუტურად არ ნიჭიერია ფეხბურთში მაგრამ აი ლუკა მილურავა მაგალითად ფეხბურთს მირჩევნიაო რომ რა ვიცი ვიღაც ათლეტური ხო ეგრეა ის მორი მქონდესო ხო მე და ზიდანი რაღაც ხრი ხო ამას უფრო გავყევი რა არა მე ვერ არ ვეთანხმებით ხო არ ვიტყვი ძალიან ნიჭიერი იყო ძალიან ნიჭიერი ტიპი მასტური არ გაგიეს საერთოდ მასტური რო ხარ ბალიჭიერიც არ უნდა იყო მაგინოდეს ცნობილი არ გახდა მასტურბენიო მასტურბენიო არ იყო როგორც ეს იყო მასტური და დაჟი ბილონში თამაშობდა მასტურბენიო ხო მასტური და ნეიმართან ერთად ნაიკის რეკლამაში იყო და მილიონი წუთი არა მასტური ვიცი ეხლა აუქმებულია საერთოდ ყვარეჟმა 25 ჯერ ნიჭიერი არის რონალდოზე აი უწყალ მითხარი აი ქრისტიანოზე ხო 25 ჯერ ბიჭო არ გეთანხმდა მარტო ეგ არ გონია მე ნიჭი ტექნიკა ნიჭი ხოლო რა თქმა უნდა მე ნიჭი მე რომ მქონდეს შრომის მოყარეობაც ნიჭია რო შრომობდა აი ცეცხალი კიდია და ჯოჯოხეთში არ გწალებს ნიჭია მაგრამ და რომ მე შრომის მოყრის ნიჭიერ მალე იმახსოვრებს ეს ტიპი კი მალე იმახსოვრებს მაგრამ ამისთვის 1 წუთი რო დაждდეს 3 წუთი უფრო რთულია ვიდრე იმისთვის რომ 40 წუთი დაждდეს და როგორ არის ეს ნიჭი არა აი ხა არ მწყენია დამარცხება იმიტომ რომ ვეთანხმები რა მეც პროსტა ნუ ეგრეა რა საბოლოო ჯამში რო დაფიქრდე ნიჭი არის მაინც საჭირო რა მაგრამ აუცილებლად შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა მეგობრებო ბაბში იცოდეთ რომ იშრომეთ და მიაღწევთ მეგობრებო გთხოვთ იმას ეს ერთი დალაიქოთ
და გამოგვიწეროთ მაგას გთხოვთ და მე იმას გთხოვთ რომ ბიჭო არ ვარ მრჩეული მაგის თქონას და შეიძლება ცოტა უცრავ. მე გთხოვ გინდა? ნეგავიო თუ შეიძლება რომ თუ მოგეწონათ ვიდეო რა თქმა უნდა და არავის არ იმას გიშვებით რა ქვია. გააკეთოთ, მაგრამ თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ან ეს არ მოგეწონათ, წინა მოგეწონათ, მაინც ერთი პროექტია, ერთი სასტავი ვართ. დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ мотиваცია მოგწონთ, რომ შემდეგი ვიდეოც გავაკეთოთ, შემდეგი სხვა პროექტები მოვიფიქროთ და ასე შემდეგ. ერთი ის თხოვე გეხვეწები რომ დებულებები. დაგვიწერეთ, მაგრამ არის ფიქრო რომ მაინც და მაინც ბასტოსის და ქოროვის იწერება ეს დებულებები. ნებისმიერი დებულება ნებისმიერ თემას და ჩვენ მერე შესაბამის სტუმარს მოვარგებთ. და წავიკითხავთ ესე რომ მაგალითად გიორგი გოგუამ დაგვიწერა ეს და ჩვენ გაგიხარდეთ რა ეგრე აბონათები. მაშ ასე ჩვენი სტუმრები იყვნენ ბასტო და ქორო და დღევანდელი გამარჯვებული არის ბატონი ბასტო გოგუა, თუმცა ქორომაც კარგად ითამაშა, თუმცა უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან. ქოროს კამერაში უნდა გავაკეთო. თუმცა თავარი აქ გამარჯვება არ არის, თავარი არის არგუმენტების მოსმენა და 1 საათის გატარება კარგ ხალხთან. ოდნავ თუ გაიზარდეთ, ვინც უყურებთ, აი ოდნავ თუ გაიზარდეთ, ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენ. კი, სიმაღლეში გაზრდასაც გითვლით მათ შორის. მადლობა. ჩვენ ვიყოფებოდით PUB 44-ში, ეს იყო მოდი ვიკამათოთ. არა, ჩვენ ეხლა ვიმყოფებით PUB 44-ში და დავტოვებთ. ეს იყო მოდი ვიკამათოთ და ჩვენ ცოტა ხანიც ნახვამდის. კი, მაგარი, ცოტა ხანიც დავშევ. მადლობა.